გაურკვევლობით სავსე სამყაროში ჩინეთი ყველაზე მყარი საყრდენია. ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო უწყების პრესპიკერი ევროპაში მიმდინარე ომს, არეულობას ახლო აღმოსავლეთში და ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გეოპოლიტიკური წესრიგის გადაწერის მცდელობას რამდენიმე კვირის წინ. ამ მოსაზრებას შესაძლოა არაერთი დასავლელი ლიდერის დაეთანხმოს. გასულ კვირას გაერთიანებული სამეფოს პრემიერი კირ სტარმერი შეუერთდა თავისი კოლეგების რიცხვს, რომლებიც ბოლო თვეებში ჩინეთის ლიდერთან საიმედო და მტკიცე ახალი შეთანხმებების გასაფორმებლად ჩავიდნენ. და მიუხედავად ამისა, გასულ კვირებში გამოჩნდა, რომ პოლიტიკა ჩინეთში შორს არის სტაბილურობისკენ. 24 იანვარს თავდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზიდან გავიგეთ, რომ თანამდებობიდან გადააყენეს და გამოძიება მიმდინარეობს არმიაში საკადრო წმენდების წინა ტალღებს გადარჩენილი ორი უმაღლესი რანგის სამხედრო მეთაურის წინააღმდეგ. ამ მასშტაბის სამხედრო წმენდა სახალხო გამათავისუფლებელ არმიას მარშალ ლინ ბიაოს დროიდან არ ახსოვს, რომელიც იმ დროს მაოს მთავარშემსვლელად მიიჩნეოდა, თუმცა თითქოს ჩავარდნილი გადატრიალების მცდელობის შემდეგ ქვეყნიდან გაქცევა მოუწია და მონღოლეთის ცაში ოჯახთან ერთად ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. საგარეო წმენდების ბოლო ტალღა 2 მილიონიან სახალხო გამათავისუფლებელ არმიაში ქვეყანაში გააქტიურებული ანტიკორუფციული კამპანიის ფონზე მიმდინარეობს. ჩინეთის პოლიტიკას ხშირად შავ ყუთს უწოდებენ, თუმცა კონვენციური ინტერპრეტაციით განვითარებული მოვლენები სი ძინფინგის სრულ კონტროლსა და სისტემის ტოტალურ დამორჩილებაზე მიუთითებს. კითხვა, რომელიც დანარჩენი მსოფლიოსთვის რჩება, არის რას გვეუბნება საკადრო წმენდები არმიის მზაობაზე მიერთოს ტაივანის თვითმმართველი კუნძული და სწორედ ამ კითხვებზე და ამ და სხვა კითხვებზე შევესწრებით დღეს პასუხი გავცეთ ჩვენ ყოველკვირეული პოდკასტის რუკა და ტერიტორიის ახალ ეპიზოდში ტრადიციული შემადგენლობით ნაკაზარქუა რეალპოლიტიკის აღმასრულებელი რედაქტორი და გიორგი ლოლაძე რეალპოლიტიკის ანალიტიკოსი. მოგესალმები გიორგი, მოდი დავიწყოთ საუბარი ზოგადად ამ მოვლენების მნიშვნელობით და ამ ანტიკორუფციული კამპანიების ისტორიაზე საუბრით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. რა ისტორია აქვს ამ კამპანიას და აი ეს კონტექსტი როგორი არის, რა კონტექსტშიც განვითარდა ჭანგ კონტექსტის და გამოცხადდა აი ამ ახალი საქმეების შესახებ. მოგესალმებით, მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია და ჩინეთი დაახლოებული ქვეყანაა და სისტემაა. ვრცელდება ბევრი ჭორი, ვრცელდება ისეთი ინფორმაციები, რომლის დაჯერება ცოტა რთულია, თუმცა ერთია, რომ არსებობს რაღაც ტენდენციები. ეს ტენდენციები იწყება 2012 წლიდან, როდესაც სი ძინფინგი აცხადებს ამ მასშტაბურ ანტიკორუფციულ კამპანიას, რომელიც ყველა სფეროს ეხება, რა თქმა უნდა, თუმცა ყველაზე უცნაური არის ის, რომ ბოლო წლებში ესეთ შემთხვევებს სამხედრო ელიტის წმენდის და დასჯის როგორც აცხადდებენ რაღაც არადისციპლინირებული ქმედება, ესე იწერება სახელმწიფო მედიაში, რაც კორუფციას ნიშნავს და ეს ტენდენცია უკვე აშკარაა, იმიტომ რომ აი ყველაზე მეტად ისი შეფასებაც უჭირთ დასავლურ მედიაში და ალბათ სადაზვერვოს აგენტურებშიც, რომ იმ ფონზე რა სამხედრო აღმავლობას ჩინეთს აქვს წარმოების მხრივ, გადაიარაღების და თანამედროვე შეიარაღების მხრივ, მაგალითად ჩინეთი ყველაზე სწრაფად და ყველაზე თანამედროვე საზღვაო ფლოტის სხვადასხვა ტიპის ხომალდებს აწარმოებს, ვიცით ეს და ტემპი მათ აქვს საოცარი, რაც მე ამერიკასაც უბიძგებს, რომ მეტი ინვესტირება ჩადოს ფლოტში და გასაგები ფლოტებისთვისაც სჭირდება ჩინეთს. აქედან გამომდინარე, ანუ ცოტა შეუსაბამოება ხო არა ამ ტიპის კორუფციულ სისტემას შორის, როგორცაც ჩინეთი თავად აღიარებს, რომ უკვე არსებობს იმდენი მაღალჩინოსანია დაკავებული და აქეთ თანამედროვე ტექნოლოგიები, მზარდი სამხედრო ინდუსტრია და ასე შემდეგ, ხო? რაც შეეხება ამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, აქ ყველაზე მთავარი კითხვა არის, როგორ უნდა გავმიჯნოთ, სად არის მართლა ანტიკორუფციული კამპანია და სად არის ძალაუფლების კიდევ უფრო მეტად მონოპოლიზების მცდელობა, ხო? იმიტომ ეს ერთიანი კონტექსტია, ხო? სი ძინფინგი არის მესამე ვადით თავის ძალაუფლებაში, რაც უკვე უნიკალური შემთხვევაა, აქედან გამომდინარე და ჩვენ უკვე ვნახეთ წინა კომუნისტური პარტიის ყრილობაზე რა მოხდა, ხო, სადაც მან უკვე ღიად დაიწყო ის პროცესი, რაც ისედაც მიმდინარეობდა, ჩვენ ვნახეთ ამ ძველი ელიტის წმენდის პროცესი, რომელიც გარკვეულ წინააღმდეგობას უწევდა მას და ვნახეთ როგორ გაიყვანეს ხუცინტაო იმ დარბაზიდან
და ვიცით რომ ეს ადამიანები ვინც ახლა დააკავეს მაშინ იყვნენ სი ძინპინგის ერთგული მეგობრები, მოკავშირეები და ამ წმენდაში მას უწყობდნენ ხელს. თუმცა ტრადიციული გამოთქმავა რევოლუცია მის შვილებს ჭამსო რაღაც ეგეთი პროცესია ეხლა და ვიტყვი იმას რომ ეს არ არის მხოლოდ სამხედრო სფეროში მიმდინარე წმენდა. ეს მისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა, იმიტომ მას ალბათ მთავარ მიზნად აქვს ის რომ ტაივანი დაუბრუნოს ჩინეთს, მაგრამ ამის მიღმა გამოცხადა სხვა პრიორიტეტებიც ამ ანტიკორუფციული კამპანიის. ეს არის პირველ რიგში IT, AI და ტექ სფეროში კორუფციასთან ბრძოლა და როგორც ჩინური სახელმწიფო აცხადებს, ყველაზე რთული ამ სფეროში ამასთან დაპირისპირება, იმიტომ რომ სხვანაირად მუშაობს და მოქმედებს ეს სფერო და ეს სფერო პრინციპში არის ჩინეთის აღმავლობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ბოლო 10 წლებში ალბათ და აქ მნიშვნელოვანია მათთვის ამასთან დაპირისპირება. მეორეც აცხადებენ სახელმწიფო კომპანიებს და ენერგეტიკულ სექტორს და ვიცით რომ ჩინეთი არნახული ტემპებით აშენებს როგორც ატომურ ელექტროსადგურებს, ასევე ჰიდროელექტროსადგურებს და ახლა აშენებენ ტიბეტში მსოფლიოში ყველაზე დიდ ჰიდროელექტროსადგურს, რომელიც გამოიმუშავებს მხოლოდ ეს ჰიდროელექტროსადგური იმდენ ელექტროენერგიას, ამდენიც მთელ ბრიტანეთს სჭირდება და ასევე საუბარია თვითონ პარტიულ სისტემაში კორუფციასთან ბრძოლაზე, მოკლედ სხვადასხვა სტატისტიკებით ყოველწლიურად, მოსახლეობაც ახლა დიდი რა თქმა უნდა, მაგრამ საუბარია ამ კორუფციასთან დაკავშირებული მუხლებით 800-დან 900,000 ადამიანის დასჯაზე. კი, აი ეს ეხა ნახეთ, სანამ ამ ეპიზოდისთვის ვემზადებოდი და მარტო 2025 წელს კორუფციის ბრალდებით დაპატიმრებულია, ყოველ შემთხვევაში ბრალი წაუყენეს 1 მილიონზე მეტ ადამიანს და ჯამში აი ამ 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე, თქვათ, მხოლოდ პოლიტიკურ სისტემაზე თუ ვისაუბრებთ, ანუ პოლიტიკო-კომუნისტური პარტიის წევრებზე თუ ვისაუბრებთ, თანამდებობის პირებზე, 200,000-ზე მეტი ადამიანი არის დაპატიმრებული მას შემდეგ, რაც სი ძინპინი მოვიდა ხელისუფლებაში 2012 წელს. ხო, ანუ ეს კამპანია, ანტიკორუფციული კამპანია სი ძინპინმა თავის დროზევე წამოიწყო, თუმცა იყო სხვა მიმართულებით კეთდებოდა აქცენტი, თუ თქვათ, თავდაპირველად ეს საუბარი იყო ძირითადად რაღაც ასე თქვათ, ქუჩის დონეზე დაბალი დონე. ფრიელ კორუფციაზე ბრძოლასთან, შემდეგ უკვე ეს გადაიზარდა თქვათ რაღაც მაღალ სახელმწიფო ეშელონებში კორუფციასთან დაპირისპირებაში და საბოლოოდ ასევე დაიწყო არმიის რეფორმირება და ხედავთ, რომ აი ამ რეფორმირების ცდილობების მიუხედავად აი ეს კორუფციის პრობლემა მაინც ჯერჯერობით არსებობს და არსებობს იმ დონეზე, რომ პრაქტიკულად თავარი გენერალი, ხო, ანუ ჩვენ ხო, მოდი ვისაუბროთ ვინაა ეს ადამიანი და რა კავშირი ჰქონდა მას სისთან და მის ოჯახთანაც. ხო, ანუ ეს საინტერესო არის რეალურად მართლაც ახლა როცა აი ამ ეპიზოდისთვისაც ვემზადებოდით ჩვენ ნიუსების და დავდით შედარებით ისეთი ანალიტიკური. მაგრამ როცა ამ ეპიზოდისთვის ვემზადებოდი, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია ანალიტიკოსების შეფასებებში და ერთ პატარა დისკლეიმერიც გავაკეთეთ, რომ არც ერთი არა ვართ სინოლოგი და მხოლოდ რაღაცა ესეთ მეორად წყაროებს ვიყნობით სამწუხაროდ, თუმცა სანდო წყაროებს. მაგრამ რაც აღმოაჩინე ამ ეპიზოდის მომზადებისას იყო ის, რომ რეალურად ერთ-ერთი განსხვავდება ეს სხვა წინა ტალღებისგან და ჩვენ 2023 წლიდან მოყოლებული არმიაში ძალიან კონცენტრირებულად ნახეთ თქვათ ეს გათავისუფლების და დაპატიმრების ტალღა, რომელიც დაიწყო სარაკეტო ძალების მეთაურებისგან და შემდეგ უკვე მოვიდა მათ შორის აი ცენტრალურ სამხედრო კომისიასაც, რომელიც ერთგვარი გენშტაბის ანალოგი არის ალბათ ჩინეთში. განსხვავება არის ის, რომ თუ კი წინა შემთხვევებში სია თავისუფლება თავის წინამორბედების მიერ დანიშნულ გენერლებს, ან თქვათ რაღაცა სხვა ფრაქციიდან, კომუნისტური პარტიის სხვა ფრაქციიდან ფრაქციის წევრ მეთაურებს, ამ შემთხვევაში საუბარია მის ყველაზე ახლო მოკავშირეზე, სახალხო გამათავისუფლებელი არმიის ხელმძღვანელობაში, ჭანგ იოსუიაზე, მასთან ერთად გათავისუფლებულია ასევე გაერთიანებული შტაბების მეთაური, აქაც ანალოგებს ვიყენებთ და პირდაპირ თქვათ, თამდე ჩინურიდან თარგმანში ეს თამდეობა სხვანაირად ჟღერს, თუმცა ფუნქციურად სწორედ ეს დატვირთვა აქვს. ჭანგ იოსუია რეალურად არამხოლოდ მისი მთავარი მოკავშირე იყო, აღმოჩნდა, რომ რეალურად მათი ურთიერთობა იწყება მათი მამებისგან,
ორივე მათგანის მამა და ჩვენ ვიცით სი ძინპინის მამა იყო თქვათ მაღალჩინოსანი მაოს პერიოდში, შემდეგ კულტურული რევოლუციის დროს მოყვა ამ რეპრესიებში, თუმცა ორივე ჭანგის და სი ძინპინის მამა ორივე ხარდამხარ, ისინი ერთი რეგიონიდან არიან. ისინი იბრძოდნენ ჩინეთის სამოქალაქო ომში, რომელში გამარჯვების შედეგადაც დაფუძნდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 1959 წელს. გარდა ამისა, რაც გამოარჩევდა ჭანგსკა პერსონალური ურთიერთობებისა, არის ის, რომ ის არის პრაქტიკულად ერთადერთი გენერალი ჩინეთის არმიაში რეალური საბრძოლო გამოცდილებით. 70-იანი წლების მიწურულს, როდესაც ჩინეთმა დაიწყო ინტერვენცია ვიეტნამის წინააღმდეგ, აი ამ ომში ჭანგი რეალურად იყო ბატალიონის მეთაური და მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე რესპექტაბელურ გენერლად და ამ თქვათ ჭანგზე ძიებისას აღმოჩნდა ესეც საინტერესო კომენტარი პენტაგონის ყოფილი წარმომადგენლისგან, რომელსაც უმასპინძლია ჭანგისთვის მისი ერთ-ერთი ვიზიტის დროს ამერიკაში და ის ესე მაღწევს ჭანგს. მას ჰქონდა ის ტოვებდა ძალიან კომპეტენტური ადამიანის შთაბეჭდილებას და შესამჩნევი იყო, რომ მისი ქვეშემდგომები და გენერლები ასევე პატივს სცემდნენ მის კომპეტენციას. ისინი უფრო სწრაფად გებოდნენ, უფრო მტკიცედ იმართებოდნენ წელში, როდესაც ჭანგი შემოდიოდა ოთახში. ესე იხსენებს ჭანგის ყოფნას დრუ ტომპსონი, პენტაგონის ყოფილი წარმომადგენელი, რომელსაც ჰქონია შეხება ჭანგთან. ჭანგის კარიერა, ვთქვათ, ვიეტნამის ომის შემდეგ რეალურად ვთქვათ, გაგრძელდა რაღაც კლასიკური გზით, ის არ მიიჩნეოდა ეგრეთ წოდებულ ამომავალ ვარსკვლავად, თუმცა მიიჩნეოდა პრინცად, წითელ პრინცად, რასაც წითელ პრინცებს უწოდებენ ჩინეთში. ეს არის რაღაც ესეთი ამ რევოლუციაში ჩართული მონაწილე ოჯახის თავმავლობა, ასე რომ ვთქვათ, და სი ძინპინი მიეკუთვნება მას და ასევე ჭანგი და ასევე სხვაებიც. და ამ თვალსაზრისით ისინი ვთქვათ კიდევ უფრო ახლოს იყვნენ. 2012 წელს დაიწყო მისი კარიერის ესეთ დრამატული ზრდა, როდესაც სი ძინპინი მოვიდა ხელისუფლებაში და მან მიუბოძა მას ეს თანამდებობა ვიცე-თავმჯდომარის ცენტრალურ სამხედრო კომისიაში, სადაც 2012-2017 წლამდე ის ხელმძღვანელობდა შესყიდვების დეპარტამენტს, სადაც ალბათ ყველაზე მეტად კონცენტრირებული იყო ეს ფინანსები და შესაბამისად კორუფციული რისკებიც ალბათ ყველაზე მაღალი იყო ამ თვალსაზრისით. და კონკრეტული კორუფციული სკანდალები იყო ხო შესყიდვებთან, ეს იყო საუბარი ბალისტიკური რაკეტების საწვავის ნაცვლად, წყალი აღმოჩნდა ამ რაკეტებში, გვახსოვს იყო საუბარი უხარისხო ტექნიკის შესყიდვაზე და ნამდვილად ეს რომ საჯარო ხდება, ესეთი ამბები, მათ შორის რა თქმა უნდა, თავად ჩინური სახელმწიფო აუცილებლებს თქვა ინფორმაციას, აი ეს ქმნის სწორედ მე დასავლურ მედიაში და სადაზვერვო აგენტურებში ეჭვებს აი არის თუ არა ჩინეთი ის, რაც ჩანს მათ გამარჯვების აღლუმებზე. და ანუ ეს რეალურად თავარი კითხვაც ხო რა, ამასაც იმიტომ ჩინეთი აღლუმია, წერია არ. ჩვენ არ ვიცით რა არის, რას წარმოადგენს ეს არმია, ხო? და ამ თვალსაზრისით ცნობილი არის სი ძინპინგის ესეთი მიდრეკილება, რომ ისწავლოს ხვის შესტომებზე და ამ თვალსაზრისით საყურადღებო ისტორია არის, როდესაც ის მოვიდა ხელისუფლებაში 2012 წელს. პირველი რაც მან პრაქტიკულად გააკეთა, იყო ის, რომ პარტიის კვლევით ცენტრს დაუკვეთა დოკუმენტური ფილმების სერიების მომზადება საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ. გამოვიტანათ დაშკვნა, გაეკეთებინათ ანალიზი თუ რატომ დაიშალა საბჭოთა კავშირი. ეს დამზადდა ანალიტიკური მასალა დოკუმენტური ფილმი და შემდეგ დაიგზავნა ყველა ლოკალურ და მაღალი დონის პარტიულ ფუნქციონერს იმისთვის რომ ეს ენახათ და გაეანალიზებინათ და გამოვეტანათ შესაბამისი დაშკვნები და დაშკვნილი ესეთი გენერალური მდგომარეობდა იმაში, რომ რეალურად საბჭოთა კავშირი დაშალა იმან, რომ არ აღმოჩნდა მის ხელმძღვანელობაში საკმარისი ესეთი ერთი ადგილის მქონე პოლიტიკური ლიდერი, რომელიც წინ აღუდგებოდა ამ დეზინტეგრაციულ პროცესს და ესეთი ანტიგორბაჩოვისეული ანალიზი იყო აქედან გამომდინარე და ლოგიკური რომ ეს სისუსტე არ უნდა იყოს დაშვებული და ასევე საინტერესოა ისიც, რომ აი ამ თვითონ ცენტრალურ სამხედრო საბჭოს სტრუქტურაში სიმ შეიტანა თავის ცვლილებები 2017 წელს, როდესაც ის ჭანგთან ერთად მუშაობდა აი ამ საბჭოში, მან 11-დან 7-მდე შეამცირა საბჭოს წევრთა რაოდენობა და გარდა ამისა, რომ შეამცირა ეს რაოდენობა, გარდა ამისა, მან პრაქტიკულად აღადგინა ეს ძველი ფენომენი, რომელშიც პრაქტიკულად პარტიულ კონტროლს, წმინდა პარტიულ კონტროლს დაექვემდებარა არმია. ესე იყო
სხვა წლებშიც, თუმცა აი უფრო რეფორმისტულ წლებში ძიან წერმინის და ხუძინტაოს პერიოდში მიიჩნეოდა, რომ არმია თვითონ ესე თვითრეგულირებადი მექანიზმი იყო, რომელსაც მათ იცოდა თავისი ადგილი, არ არეოდა პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტიკოსები ზედმეტად არ არეოდნენ არმიის საქმეში. სი ძინპინმა ეს ამოაყირავა და შენ ახსენე უპრეცედენტო მესამე ვადა და ამასთან ერთად ეს რევოლუციაც განახორციელა მან არმიაში და ამ ადამიანს ეყრდნობოდა, რომელიც დააკავეს ეს ადამიანი იყო მისი მარჯვენა ხელი ყველა ამ პროცესში და იყო მისი აბსოლუტური ესე ვთქვათ საყრდენი ამ თვალსაზრისით, მაგრამ როცა ის გამოჩნდა თავის დროზე 2010 წელს, აი გაკვეთილებს რო ვისაუბროთ კიდევ ერთხელ 2010 წელს, როდესაც ის გამოჩნდა აი ამ ცენტრალურ სამხედრო საბჭოში როგორც მეორე სამოქალაქო პირი გენერალურ მდივნის შემდეგ და ანუ ჩინური ტრადიცია ესეთია, რომ სამხედრო საბჭოში როგორც წესი არის ერთი სამოქალაქო პირი, თუ კი მეორე სამოქალაქო პირი ჩდება თანათავ ვიცე-თავმჯდომარის პოსტზე, ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანი არის შემცვლელი და მას ამზადებენ უბრალოდ მისი წვრთნის პროცესი არის და როდესაც ის აი შემცვლის პოტენციური კანდიდატის რანგში გამოჩნდა აი ამ ცენტრალურ სამხედრო საბჭოს შემადგენლობაში, ეს დაემთხვა არაბულ გაზაფხულს, როდესაც სი ძინპინმა პრაქტიკულად თავის თვალით ნახა, რომ აი ამ ბევრი ამ არაბული ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურება, რომელსაც ეყრდნობოდნენ დიქტატორები, იქნებოდა ეს არმია თუ თქვა რაღაც საიდუმლო სამსახურები, ნახა როგორ აირჩიეს ამ არმიებმა თუ საიდუმლო სამსახურებმა მათი ინტერესები, როგორ არჩიეს მათი ლიდერის ინტერესებს და სწორედ აქედან გამომდინარეობდა ალბათ ერთ-ერთი ფაქტორი ესეც იყო მისი აი ამ დრაივისა, რომ გაეწმინდა და სულ კონტროლისთვის დაექვემდებარებინა მთელი ეს ძალოვანი სტრუქტურა. მოდი ორ სიტყვას ვიტყვი ასევე ენაზეც, რაც შენც ახსენე, ეს დისციპლინა და ასე შემდეგ, რა იქნა გამოყენებული ამ თვალსაზრისით და თავის მხრივ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ვნახეთ, რომ რაღაც დისციპლინარულ დარღვევებზე იყო საუბარი, გაურკვევლობა იყო ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ როგორც შენახსენე დისციპლინარული დარღვევა ძირითადად გულისხმობს კორუფციულ ბრალდებას, თუმცა მაქედანვე მალევე მეორე დღესვე გამოვიდა სახალხო გამათავისუფლებელი არმიის ყოველდღიური გაზეთის დიდი ტექსტი საქმესთან დაკავშირებით და ხა ტექსტიდან დავერთაგ, მაგრამ რამდენიმე ტერმინი თარგმნით უბრალოდ ჩინურის თარგმნით ინგლისურიდან ქართულზე გამოყენებული ესეთ ტერმინები ჭანგის და ლის უკიდურესად მავნე ზეგავლენა უზარმაზარი ზიანი მიაყენეს პოლიტიკურ ეკოლოგიას და საბრძოლო მზაობას ძერი გამოუთხარეს ცენტრალური სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის სისტემას. ანუ რეალურად ეს ყველაფერი ამ ყველაფერმა გააჩინა მოლოდინი რომ საუბარი არა მხოლოდ თქვა კორუფციულ ბრალდებებზე, არამედ სუბორდინაციის დარღვევის საკითხებზეც და არიან ესეთი მოაზროვნეები, რომლებიც მათ შორის აი ამ კორუფციულ ამ ბოლო სკანდალს ხსნიან სწორედ ამ პრიზმაში, მათ შორის ერთ-ერთი არის ასევე CIA-ის ყოფილი ანალიტიკოსი, რომელიც ეხლა მუშაობს ეხლა მუშაობს ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში, დენის ვაილდერი, ის მიიჩნევს, რომ რეალურად ჭანგის მეშვეობით მან განახორციელა ეს არმიის ხელმძღვანელობის საკადრო წმენდა და აი ამ ცენტრალურ სამხედრო საბჭოში, რომელსაც წესით 7 წევრი არის, დღეს პრაქტიკულად დარჩენილია ორი ადამიანი. აი ეგ უნდა მეკითხა, ჩანაცვლება რატო ვერ ხდება? აი ეგ საინტერესო საკითხია და მაგას ვისაუბრებ აუცილებლად, თუმცა ეს კაცი ამბობს, რომ რეალურად ხედავთ, რომ ჭანგის გარდა, ანუ ჭანგის ეყრდნობოდა ის აი ამ წმენდის პროცესებში, აი ეს დენის ვაილდერი ხსნის ამ პროცესს ისე, რომ რეალურად ჭანგი დაპირისპირებული იყო კიდევ სხვა, თქვა, ფრაქციასთან გენერლების სამხედრო ელიტაში და აი რამდენიმე თვის წინ იყო ესე ცნობილი ჰევეი დონგის გათავისუფლება დაპატიმრება, რომელიც ასევე აი ამ სამხედრო საბჭოში იყო ის უმცროსი თანათავმჯდომარე. ეს იყო ჭანგის გამარჯვება, თუმცა იმ პროცესებში, როდესაც ჭანგს ყველა ეს მასთან დაპირისპირებული ფრაქცია განადგურდა, ჭანგი თვითონ შეიქმნა როგორც საფრთხე წარმოშთა თვითონ სის ძალაუფლების წინაშე. ესე არის აი დენის ვაილდერის ანალიზი, არ ვიცი რამდენად სწორია, რთული სათქმელია, როგორც თქვით, ძალიან რთულია ჩინეთის პოლიტიკაში გარკვევა, იქიდან გამომდინარე ინფორმაციულად დახურულია, შენ რაც ახსენე, ჩანაცვლება რატო არ ხდება, ხო? ანუ ეს სანამ ჩანაცვლება სიტყვის სოციალურ ქსელებში ვრცელდება ეგეთი მიმი, ირანის სამხედრო ელიტა როგორ განადგურდა და ჩინეთის, ოღონდ ზემოთ აწევა ირანის სამხედრო ელიტა ომისას განადგურდა და ეს მშვიდობისას იგივე და და იგივე ცნობილი სტალინის და ეჟოვის და იმის რო ხო მოსკოვის
მდინარესთან ახლოს როგორ ქრებიან და ახლობთ ესეთ სურათია. საინტერესო არის ამ ყველაფერში რაც ვსაუბრობთ, კიდევ ერთი რომ ტაიმინგი ხო, ანუ დრო, როდესაც ეს ყველაფერი ხდება. ეს არის დაახლოებით წელიწად ნახევარი არის დარჩენილი კომუნისტური პარტიის 21 ყრილობამდე. ანუ რეალურად ამ წმენდების ჩატარება სეზიპის გაცილებით რომ მარტივად შეეძლო წელიწად ნახევარში და თქვათ არანაირი რაღაც საჭიროება იმის რომ მაინდა-მაინც დღეს მოხდარიყო ეს ყველაფერი მას არ ქონდა, მით უფრო რომ წინა ყრილობაზე 2022 წელს თავად სიმ მიუხედავად იმისა რომ ჭანგს გადაჭარბებული ქონდა არაოფიციალური საპენსიო ასაკისთვის 67 წლისთვის, ხო ეს დენ სიაოპინის დროინდელი მემკვიდრეობა არის, ცნობილია როგორც 7 up 8 down, ანუ ეს არის რომ 67 წლამდე ასაკის თუ ხარ შეგიძლია რომ ახალი 5 წლედით იყარო კენჭი იმ თანამდებობაზე რომელზეც ხარ, თუ 68 წლის ხარ უკვე პენსიაზე უნდა გახვიდე. ეს სისტემა სიმ უარღვია და მათ შორის თვითონაც გადაჭარბებული ქონდა აი ამ საპენსიო ასაკისთვის, როდესაც მესამე ვადით აირჩიეს და ჭანგსაც გადაჭარბებული ქონდა და არათუ გაათავისუფლა, არამედ დააწინაურა კიდევაც და უფროსი თანათავმჯდომარე გახდა სიზინპინის და მიუხედავად ამისა მომდევნო ყრილობამდე 18 თვით ადრე ის ათავისუფლებს ჭანგს თანამდებობიდან. ეხლა როგორი არის ამ ყველაფრის წაკითხვა, ხო რაღაც ვერსიები ჩვენ ვახსენეთ, თუმცა რეალურად რაც შეგვიძლია რომ დაამდვილებით თქვათ არის ის რომ რეალურად სიზინპინმა დაასრულა რაღაცნაირი აი ეს კონსოლიდაციის პროცესი ამაზე, იმიტომ რომ უბრალოდ პრაქტიკულად აღარავინ აღარ დარჩა, ხო, ანუ აი ამ რაღაც ცენტრალურ რო წარმოვიდგინოთ, ახლა თქვათ ეს ამერიკის მაგალითზე რო გადავიტანოთ, ან თუნდაც რუსეთის მაგალითზე რო გადავიტანოთ, გენერალურ შტაბში რო 2 ადამიანი დარჩეს, ხო, ანუ რაღაცა წარმოსურიალისტური ტენდენცია ესეთია, როგორიც აღარ უნდა დარჩეს. ხო, ანუ პრაქტიკულად სამხედროს გული ხო, არავინ აღარ უნდა დარჩეს. სამხედროც ერთი სამხედრო პირი რომელიც დარჩენილი შენგმინი ეს ადამიანიც პრაქტიკულად მას არანაირი სამხედრო გამოცდილება არ აქვს, ის პოლიტიკური კონტროლის, როგორ თქვა, პოლიტიკური წარმომადგენელი არის არმიაში და არანაირი საბრძოლო გამოცდილება მას არ აქვს. არ ვიცი, ამ ძალიან რთული სათქმელია კონკრეტულად ეს ყველაფერი რაზე მიუთითებს და როგორ უნდა წავიკითხოთ, თქვათ, მაგრამ რაც დაამდვილებით შეგვიძლია თქვათ, ეს არის სეისმური მნიშვნელობის მოვლენა ჩინეთის პოლიტიკისთვის, პერსონალურად სიზინპინის კარიერაში და ასევე მინდა და მეკითხა ცოტა საგარეო თემებზე რომ გადავიდეთ, ხომ არ მიუთითებს აი ეს ყველაფერი რაც ჩვენ ვისაუბრეთ და ის გადაწყვეტილება იმაზე რომ ის შედარებით კომფორტულად გზნობს თავს საგარეო თქვათ გარემოებების გათვალისწინებით, განსაკუთრებით აი ამ ტაივანის სრუტის კუთხით, ხო, აი ტრამპის პოლიტიკასთან დაკავშირებით, თქვათ, ხომ არ შემატა მას რაღაცნაირი გამბედაობა ან თავდაჯერებულობა ამ თვალსაზრისით, რომ პრაქტიკულად უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა ესე გამოიშიგნა ესე დროს, როდესაც 2007 წელს რაღაცას ველოდები. ჩვენ არ ვიცით ეს გამოშიგნა რა გავლენას მოახდენს არმიაზე. შეიძლება ისეთები მოვიძნე რომ უფრო ეფექტური გახდეს ჩინეთის არმია, ეგეც არა გამოვიწყული. აქ მთავარი კითხვა არის საერთოდ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებზე საგარეო პოლიტიკა რამდენად ახდენს გავლენას სი ძინპინგზე, იმიტომ რომ ამას იმიტომ ამბობ, რომ იმდენად დახურული სისტემა არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ კომუნისტური პარტიაში დაინტრიგებზე საგარეო პოლიტიკას ეგეთი გავლენა აქვს და ამ განხეთქილებით პოინტი არის კი. თუმცა რაც არის, რაც ადასტურდა დონალდ ტრამპის შემოსვლის შემდეგ, იყო ის, რომ ჩინეთმა აჩვენა სრული მედეგობა და გამძლეობა ყველა მუქარის თუ დაწესებული ტარიფის მიმართ, რომელსაც მას ემუქრებოდნენ. ეს ძალიან ლოგიკურია, იმიტომ რომ როცა აქეთ არის დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც საზოგადოებრივი აზრი მნიშვნელოვანია და სადაც გადაირჩიეს პრეზიდენტობიდან ადამიანი, რომელსაც 3.5% ჰქონდა ინფლაცია და აქ ყავს ქვეყანა, სადაც არჩევნებს საერთოდ არანაირი აზრი არ აქვს და ესე პირდაპირ არჩევნები ასარსებობს ქვეყნის მეთაურის, ანუ ასეთ კონკურენციაში შეუძლებელია სავაჭრო ომი მოიგო, ხო? მით უმეტეს ამ დემოკრატიის და არადემოკრატიის გარდა სტრუქტურული ფაქტორებიც და ეკონომიკური უპირატესობები აქვს ჩინეთს, ხო? და ამაზე შენ უკეთ ისაუბრებ, ამიტომ ფაქტია, რომ თავს გზნობს ისე, რომ ჩვეულებრივად აგრძელებს თავის ეკონომიკურ პოლიტიკას და იმას დიდი ზიანი მას არ მიუღია ჯერჯერობით ამ სავაჭრო ომებით, ვიცით რომ დაგეგმილია შეხვედრა დონალდ ტრამპსა და სი ძინპინგს შორის აპრილში
და მანამდე ქვეყნებს შორის არის გაფორმებული ერთგვარი ზავი და ახალი ტარიფები არ წესდება, თუმცა პარალელურად ხედავთ, რომ იმ ფონზე, რომ დონალდ ტრამპმა გაუარესა ურთიერთობა კანადასთან და ევროპულ ქვეყნებთან და ზოგადად ევროკავშირთან, ჩინეთი პირიქით ცდილობს უკვე ცალ-ცალკე შეხვდეს ამ ქვეყნებს და სხვადასხვა ტიპის სავაჭრო შეთანხმებები გააფორმოს, რაც სავარაუდოდ იმას გამოიწვევს, რომ ისედაც უკვე ჩინეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ამ ქვეყნების უმრავლესობისთვის და კიდევ უფრო უკეთეს პირობებს შესთავაზებს ჩინეთი ამ ქვეყნებს, რათა გააგრძელოს ამერიკის ჩანაცვლება როგორც მთავარმა ეკონომიკურმა პარტნიორმა და აპრილი ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ ტრამპმა ეს შედეგი ვერ მიიღო ამ შეხვედრიდან, რომელსაც ის ელის, ალბათ უნდა ველოდოთ ახალი სავაჭრო ომის დაწყებას და ეს ახალი სავაჭრო ომი კიდე გაამყარებს სი ძინფინის პოზიციებს ჩემი აზრით ამ პარტიულ შეკრებამდე, რომელიც ჩვენ ახსენე და უფრო მეტ კონსოლიდაციას გამოიწვევს და ის ეცდება აჩვენოს, რომ უკან დახევას არ აპირებს და ასევე მყარად დაუდგება ამ სავაჭრო მუქარებს და ტარიფებით მუქარებს, ხო? და მას ბევრ მეტი ბერკეტ ეხა ისე ამ არჩევნებს ვახსენებ, წელს არჩევნები აქვს დონალდ ტრამპს და არ ამგონია მას აწყობდეს ტარიფების ახალი ომი, იმიტომ რომ ნებისმიერი ტიპის ფასების და ამერიკაში გამოიწვევს კიდევ უფრო შემცირებას, ისედაც შემცირებული შანსების რესპუბლიკური პარტიისთვის. ხო, ანუ ეს უპირატესობა, რაც მას აღმოაჩნდა და ეს რაღაც ახალი ხო და კიდე აგვიხსენებია ნახევარგამტარების და მინერალებზე. კი, ანუ რეალურად თუ გავიხსენებთ პირველ ვადას დონალდ ტრამპის და მაშინ გამოცხადებოდა იმ სავაჭრო ომს და თუნდაც მანამდე პერიოდს, აი თუ გახსოვს იყო ესეთი ჯერ კიდე მე მგონი ინაუგურაცია არ იყო დონალდ ტრამპის თუ აი რაღაც ეს პერიოდი იყო, როდესაც სი ძინპინგი თავად ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესტუმრა მას მარალაგოში, like ეს პირველ ვადაში და დონალდ ტრამპმა გამოიყვანა თავის შვილი, რომელიც ჩინურს სწავლობდა და რაღაც ჩინური ლექსი წაიკითხა. ანუ გვახსოვს, რომ რეალურად ჩინეთი დონალდ ტრამპის პირველ ვადაზე ბევრად უფრო, როგორც ვთქვა, ფრთხილად უყურებდა ამ სავაჭრო ომის საკითხს, მაშინ როდესაც დღეს ვნახეთ, რომ ჩინეთს აღმოაჩნდა ახალი იარაღი ამ სავაჭრო დაპირისპირებაში, რომელსაც მოკლევადიანი პასუხი ამერიკის მხრიდან ვერ ექნება და ვხედავთ დონალდ ტრამპის მხრიდან რიტორიკის დეესკალაციას, ზავის მოთხოვნას პრაქტიკულად და აი ამ დაპირისპირებაში ჩინეთი გამოჩნდა როგორც თავშეკავებული, ზომიერი, სტრატეგიული და პროგნოზირებადი პარტნიორი თქვა, რომ დღეს ჩინეთი უფრო პროგნოზირებადი მოთამაშეა ვიდრე ამერიკა. კი, და ანუ შენაც ახსენე, ხო, ანუ ეს განცდა მარტო პოლიტიკოსებში არა, აი ცოტა ხნის წინ იყო ევროპის საგარეო პოლიტიკის საბჭოს მიერ დაკვეთით ჩატარებული დიდი კვლევა გლობალურ სამხრეთის ქვეყნებში, მათ შორის და სხვაგანს. აღმოჩნდა, რომ რეალურად ჩინეთის მიმზიდველობა ყველა ამ ქვეყანაში, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკაში, ინდონეზიაში, სხვაგან ყველგან ჩინეთის პოპულარობა და მიმზიდველობა წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილი. თავად თქვი კრიტიკულ მინერალებზე. ხო, ანუ კრიტიკულ მინერალებზე გვაქვს სიტუაცია, რომ რეალურად რა ისთვის ასაჭიროს. ანუ ამ კრიტიკული მინერალების გარეშე შეუძლებელი არის თანამედროვე ინდუსტრიის, მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის ფუნქციონირება. განსაკუთრებით საჭირო არის ეს სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსისთვის. და ჩინეთმა რეალურად აი ეს როგორ თქვა, აი ეს ხველი და საშუშტე ბაზრის დაინახა ძალიან ბევრი წლის. ხო, ნებისმიერი თანამედროვე ტექნოლოგიისთვის აი ეს იშვიათი მინერალები არის აუცილებელი და წარმოუდგენელია მის გარეშე რეალურად ამის ფუნქციონირება და ვხედავთ, რომ აი ეს ჩინეთმა ეს სისუსტე ბაზრის დაინახა ძალიან ბევრი ასწავლის წინ და აითვისა წარმოება ამ მინერალების საკმაოდ რთული ვინძური წარმოება დაკავშირებულია ბევრ სექტორასთან, მრავალწლიან ინვესტიციებთან და ექსპერტიზასთან, რომელიც პრაქტიკულად დღეს სოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ აქვს ჩინეთის გარდა და ჩინეთის წილი ამ იშვიათ მინერალებში ბათქლიან ბაზარზე არის სადღაც 70%-ზე სრული მონოპოლისტია, შეგვიძლია ვთქვათ. მაგრამ რა დაუბრუნდა და ამიტაც აიხსნება გრენლანდიის მიმართ ინტერესი. გრენლანდიის მიმართაც ინტერესი, რა თქმა უნდა, ამიტაც აიხსნება ჩირთვის რამდენად მოპოვებადია ეგ არ ვიცით. ხო, ანუ ეს არის თავარი საქმე, მაგრამ რეალურად აი შენ ახსენე, თქვათ, ეს შეფასება იმისა, რომ თქვათ ეს საკადრო წმენდა, თქვათ, როგორ გავლენას მოხდენს და აი დეკემბერში გამოაქვეყნა პენტაგონმა წლიური შეფასება ჩინეთის სახალხო გამოთავისუფლებელი არმიის საბრძოლო უნარიანობის შეფასების დოკუმენტი იყო, სადაც ნათქვამი იყო, რომ აი ამ საკადრო წმენდები მოკლევადიან პერსპექტივაში კი ქმნის რაღაც პრობლემებს,
მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ზრდის მის ეფექტურობას და პირიქით თქვა შეეძლო ამერიკისთვის ნაკლებად სასურველი სცენარი იყოს აი ეს ტრენდები მიუხედავად იმისა, რომ ეხლა პრაქტიკულად გაურკვევლობას ქმნის და ძალიან რთულია თქვა ისეთ ქვეყანაზე ისაუბრო როგორც საიმედო მოთამაშეზე, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი რამდენიმე თვის დანიშნული ქრება ერთი მეორეს მიყოლებით მათი ბედის შესახებ არაფერი არ ვიცით და მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებაც როგორც ვიცით ჭანგის მიმართ ის იყო, რომ მან დიდი ქრთამის სანაცვლო დააწინაურა თავდაცვის წინამინისტრი ლი შანგფუ და როგორც აღმოჩნდა ეს თქვა დაწინაურების სანაცვლო დიდი ქრთამების გადახდის ფენომენი ან გავრცელებული ფენომენი ყოფილა არ მხოლოდ სამხედრო სფეროში, არამედ ზოგადად სამოქალაქო სფეროშიც და კიდე ერთი შედარება ვთქვათ იმისა, თუ რამდენად აქტიურად და რამდენად უფრო მასშტაბურად მიმდინარეობს ანტიკორუფციული კამპანია ჩინეთში დღეს, ანუ აპრილიდან სექტემბრამდე სულ აღძრული იყო 7271 საქმე მიმდინარე წელს და 10 წლის წინ იგივე დროის იგივე მონაკვეთში ეს მაჩვენებელი იყო 586 საქმე, ანუ 700 ეს მხოლოდ თავდაცვაში. ეს მხოლოდ თავდაცვაში. ხო, ანუ ეს წარმოუდგენელი რაოდენობის და არის, ხო? მაგრამ რეალურად აი ამ ყველაფრის მანიშნებელი გარკვეულწილად არ შეძლო ყოფილიყო მათ შორის აი ეს 2022 წელს, როდესაც იმ დაარღვია ეს დენსეოპინის მიერ დატოვებული კოლექტიური მემკვიდრეობის და თქვა აი ამ ელიტის გაახალგაზრდების მექანიზმები და ამაზე ვარი თქვა და პრაქტიკულად უფრო მეტი რაღაც ცენტრალიზაცია და პერსონალიზაცია ვიხილეთ აი ამ კონგრესის შედეგად. ამ კონგრესის შემდეგ პარტიის ლიდერები გაემართნენ იანანის პროვინციაში, ეს არის პროვინცია, რომელშიც მაო ძედუნის წითელი არმია და მის თანამოაზრეები იმალებოდნენ სამოქალაქო ომის წლებში და მან თქვა, რომ საჭიროა აი ამ იანანის სულისკვეთების გაცოცხლება. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ამას გულისხმობდა, ეს ხა მოყვები, მაგრამ რეალურად იანანში ყოფნის წლებში იქ იყო ბევრი წარმატებაც, ეს დიდი მარში ასე შემდეგ, მაგრამ აი აქ ყოფნის წლებში მაომ გამოაცხადა ახალი კამპანია შემოპარული მოღალატეების წინააღმდეგ და 40,000-დან 40,000-იანი წითელი არმიიდან იმ დროს 15,000 ადამიანი გამოცხადდა მოღალატედ და გაირიცხა პარტიიდან თუ პარტიულ სტრუქტურებიდან და პრაქტიკულად მართლაც ისე აღმოჩნდა, რომ ეს იანანის სულისკვეთება მართლაც დაბრუნდა ამდენი წლის შემდეგ ისე სახალხო განმათავისუფლებელი არმიის რიგებში და ჩვენ ნახეთ ოქტომბერში ჩატარდა პლენუმი, საიდანაც აი ამ პარტიის ცენტრალური კომიტეტის 205 წევრიდან 37 უბრალოდ არ ჩანდარსათ, ანუ არ გამორჩენილან და მიიჩნევა, რომ ეს ადამიანების დაპატიმრებულები არიან ან გამოძიების ქვეშ არიან და დახვრეტილები არიან და აი ამის ფონზე, აი ამ ანტიკორუფციული კამპანიის ფონზე იყო რამდენიმე ესეთი სადაო დაკავებაც ემის ეპიზოდები, ასევე იყო რამდენიმე ეპიზოდი, როდესაც დაკითხვის დროს ბიზნესმენებმა სხვა პირებმა თავი მოიხუთი ასეთ შემთხვევა იყო თორსტები ოფიციალური ვერსიით სუიციდით დააშლეს სიცოცხლე და ამ ფონზე ნოემბერში ონლაინ ჩინეთის ონლაინ სოციალურ ქსელებში იყო ესეთი კამპანია იმის შესახებ, რომ თქვა რაღაცა უკმაყოფილება გამოიხატა, ამაზე პარტიის ზოგიერთმა წევრმა განაცხადა, რომ ხო ეს კამპანია მართლაც აზიანებს ჩინეთის კომუნისტური პარტიის იმიჯს, რაზეც შემდეგ ნოემბერში გამოვიდა სი ძინპინის ესეთ საგანგებო სიტყვა, რომელსაც მან თქვა, რომ ცულის მოტეხვა იმისთვის, რომ გააქრო და ამოიღო საწამლავი არამხოლოდ არ დააზიანებს პარტიას, არამედ გააძლიერებს მას. ეს იყო მისი პასუხი იმ პარტიული ლიდერების მიმართ, ვინც საუბრობდა პოტენციურ სცენაზე, ან ჩვენ ხედავთ, რომ მას პრაქტიკულად აქვს განზრახული ეს სტრატეგიული გადაწყვეტილება აქვს მიღებული ამ კორუფციასთან ბრძოლის შესახებ და შენ სწორად ახსენე, ხო, თქვა, აქ რთულია მართლა თქვა რა არის მართლაც ანტიკორუფციული მოწოდება და სად არის თქვა პოლიტიკური მიზანშეწონილობა. მე მგონია საქართველოშიც დაახლოებით ესეთ სიტუაცია. და კიდე წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი მასშტაბის კორუფციის ფონზე თუ ეგრე ვითარდება ჩინეთი, კორუფცია როცა აღმოიფხვრება, მე რა მოხდება. ძალიან რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს. პერსპექტივები. მაგრამ რეალურად ხედავთ მართლაც ძალიან ასე ცეისმურ ძრას ჩინეთის პოლიტიკისთვის, როგორც ამას ექსპერტები აფასებენ და მე მგონია, რომ ამას ექნება ძალიან სერიოზული გავლენა მათ შორის ტაივანთან დაკავშირებით და ვიცით, რომ 2027 წელს ამერიკული დაზვერვის მონაცემებით არის ჯერთი სახალხო განმათავისუფლებელი არმიის
დაფუძნების 100 წლის იუბილეა და გარდა ამისა თითქოს ამერიკული დაზვერვის მონაცემებით ეს არის მინიმალური ვადა, რომელიც დაუწეს სი ძინპინგმა არმიას, რომ 2027 წლისთვის ისინი მზად უნდა იყვნენ ტაივანთან გასაერთიანებლად, როგორც ამას ჩინეთში უწოდებენ. აქედან გამომდინარე საინტერესო პერიოდია გველის წინ და შენ ახსენე აპრილის. აფროდ თარიღი აიღო, ხამენეიმ უკეთ არჩია ისრაელის განადგურებით და რაღაც საათი რო დაიდგა 2040 წელია და უკუათულა მიდის. და ნახოთ რა იქნება მომდენო თვეებში ჩვენ დარწმუნებული ვარ ამ თემებს დავუბრუნდებით. სასაუბრო ამ გადაცემაში არაერთი იყო, მაგრამ ჩვენ დრო შეზღუდულია და თქვენ ვინც აქამდე გვიყურეთ, დიდი მადლობა. ვინც აქამდე არ გვიყურეთ, მაგრამ რა ვიცი რაღაცნაირად ნახეთ, მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და აკომენტაროთ და გვისვათ კითხვები და ჩვენ შევეცდებით რომ თქვენთან უკავშირი დავამყაროთ. მადლობა ყურადღებისთვის. მე აკაზარ კოვა, ეს რეალ პოლიტიკაა, ნახვამდის.